საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე დებატების დროს გახმოვანებული გზავნილების შემდეგ ბუნებრივია ახლა საინტერესოა თუ რამდენად რეალურია ქართული ოცნების ლიდერების მასთან დაკავშირებული პირების დასანქცირება ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, რადგან დებატების დროს გამოითქვა ეს მოსაზრება, რომ ახლა სწორედ ამ ტიპის ნაბიჯების გადადგმის დროა ნაცვლად მოწოდებებისა თუ განცხადებებისა, რომელსაც პარტნიორები აკეთებენ ქართული ოცნების მიმართ. ახლა ყველა ელოდება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი ვერ ახერხებს უნგრეთის წინააღმდეგობის გამო საერთო პოზიციის დაფიქსირებას, საერთო გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ ევროკავშირს უჭირს ერთიანად დაასანქციროს ქართული ოცნება და რაკეღა მის წიაღში არ არის, უпростоრად ამ ორგანიზაციაში არ არის დიდი ბრიტანეთი, მის მიმართ ბუნებრივია არის ინტერესი, გაიმეორებს თუ არა, ან გაიზიარებს თუ არა შეერთებული შტატების პოზიციას უკვე გაერთიანებული სამეფო. ჩვენ ევროსაბჭოს შენობაში დებატების შემდეგ ვესაუბრეთ ბრიტანეთის წარმომადგენლებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ისინი აქტიურად ესაუბრებიან საკუთარ მთავრობას იმისთვის, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რადგან მიიჩნევენ, რომ წნეხი უნდა გაიზარდოს, სანქციები უნდა გაფართოვდეს და მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა იმ პოლიტიკური პირის და ლიდერის დასანქცირება, რომლებიც არიან პასუხისმგებლები დემოკრატიული უკუსვლის გამო. ჩვენ მათ ვკითხეთ, მუშაობს თუ არა რეალურად სანქციები, მათ აქვთ თუ არა ასეთი განწყობა, რაკეღა ქართული ოცნება სწორედ ასე წარმოაჩენს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ისინი გვეუბნებიან, რომ როცა ადამიანებს აქვთ ბევრი ფული და აქ ხაზს უსვამენ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრეს, ბუნებრივია მათთვის მნიშვნელოვანია ამ ფულის დაცვა და ბუნებრივია დასანქცირება, მათ შორის განსაკუთრებით ფინანსური სანქციები იქნება მნიშვნელოვანი წნეხი მათზე, ამიტომ ბრიტანელი დეპუტატებიც ახლა ელოდებიან ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაიძულებთ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომ დაუწესოს სანქციები ქართულ ოცნებას. ჩვენ ხელში ამოგვივიდა ეს ანტიდემოკრატიული სიტუაცია. ქართველი იმსახურებს უფრო მყარ მხარდაჭერას დიდი ბრიტანეთის მხრიდან. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ის რაც მათ აუცილებლად ახლავე უნდა გააკეთონ, უნდა გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი. სანქციები ეფექტური მექანიზმია, ხალხს, რომელსაც აქვს ბევრი ფული, ზრუნავენ ამ ფულის დასაცავად. ჩვენ დავინახეთ, როგორ მოხდა ეს რუსეთში, როცა გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ რუსული გაყინული აქტივები გამოყენებული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად. კითხვა არც არსებობს, სანქციები რა თქმა უნდა მოქმედებს. მე მინდა უფრო ძლიერი, უფრო მკაცრი სანქციები დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ჩვენ მთავრობის მინისტრებს სულ ვეუბნებით ამ თემაზე. ჩვენ ვთანხმდებით და ერთნაირად ვწუხართ საქართველოში სიტუაციაზე და ეს დისკუსია გრძელდება. მე დემოკრატი ვარ და მე მჯერა დემოკრატიული პროცესების. ნათელია, რომ გასულ წელს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს იყო ნათელი ევროპელი დამკვირვებლების მხრიდან. ივანიშვილმა იცის ქვეყნის შიგნით და გარეთ მოთხოვნა ერთია. ეს არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს. რაც ნამდვილად მაწუხებს ის არის, რომ საქართველოსდან დელეგაციებთან საუბრის შესაძლებლობა სამჯერ მქონდა, დაახლოებით 6 თვიანი ინტერვალებით და ყოველ ჯერზე ვწმუნდები, რომ მდგომარეობა უფრო მძიმდება. ახლა როცა წამყვანი პოლიტიკოსები დააპატიმრეს და ყოველდღიურ რეალობად იქცა სხვადასხვა სახის შეზღუდვები და რეპრესიები, ვფიქრობ, როცა 6 თვეში კვლავ შევხვდებით, კიდევ უფრო უარესი სიტუაცია დაგვხვდება. ვფიქრობ, უკვე დადგა დრო, რომ ევროპის საბჭომ ძალიან სერიოზულად დასვას კითხვა. რამდენ ხანს შეგვიძლია ამის მოთმენა და რას ვაპირებთ იმისთვის, რომ ეს შევაჩეროთ. სხვადასხვა იდეა განიხილება. ერთი უკიდურესობაა გავაკეთოთ იგივე, რაც რუსეთთან გავაკეთეთ. უბრალოდ გავრიცხოთ საქართველოს ორგანიზაციიდან, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს სასურველ შედეგს მოიტანს. პირიქით, ამან შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს და საქართველოს რუსეთს ხელში ჩაუგდოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ქართველების სურვილია. პირადად მე მსურს, რომ სანქციები დაწესდეს გავლენიან პირებზე საქართველოში. მათ მალე ეცოდინებათ, რას ნიშნავს თავიანთი თავისუფლების შეზღუდვა. მეორე მხრივ, მათი მნიშვნელოვანი კაპიტალი ბრიტანულ ფინანსურ ინსტიტუტებშია განთავსებული. ბრიტანეთის დელეგაციას უკვე დაუპირდით, რომ ამ საკითხს კრიტიკულად შევაფასებ და ვნახავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ. მე მხარს დაუჭერ მათ, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დავადგინოთ, სად არის ეს ფული, რა არის სამართლებრივად დასაშვები და ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით, რათა საქართველოს მმართველ ელიტას გავაგებინოთ. ისინი დაკვირვების ობიექტები არიან და საჭიროა რეაგირება. ოლიგარქები სწორედ იმიტომ ხდებიან ოლიგარქები, რომ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ. ჩემთვის ოლიგარქები სისტემის ანომალიები არიან. ისინი საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებენ და ამ სისტემაში სხვას არ უშვებენ. როდესაც ადამიანები ამდენ ფულს აგროვებენ, ხშირად იბადება სურვილი, გავლენა იქონიონ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ პროცესებზე. სწორედ ამ ეტაპზე ოლიგარქი იწყებს ძალაუფლებაზე პრეტენზიას. მისთვის ფული ნიშნავს ძალას, გავლენას, გავლენის ბერკეტს. ასეთ ტენდენციას ვხედავთ.
საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია, თუმცა შემაშფოთებელი ნიშნები და გაუარესების მანიშნებელი ინდიკატორები დიდი ხნის წინ უკვე შეიმჩნეოდა. ეს აშკარად გამოჩნდა ჯერ კიდევ ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე, როცა საქართველოსა და ქართული ოცნების ურთიერთობა ევროპულ სტრუქტურებთან, მათ შორის ევროკავშირთან, გარკვეულ დაძაბულობას ასახავდა. იმ დროს ტერმინი დემოკრატიული უკუსვლა სრულიად სამართლიანი შეფასება იყო, თუმცა დღეს ეს უკვე დემოკრატიულ უკუსვლაზე მეტია. ევროპის საბჭოს ცხადია სანქციების დაწესების მექანიზმი არ გააჩნია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი მოწოდება და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა შემდგომი ქმედებებისთვის. გარდა ამისა, გვაქვს სხვა ინიციატივებიც, რომლებიც სულ მცირე, მსგავსად მოაზროვნე ქვეყნებმა მაინც უნდა განახორციელონ. დებატებს, რომელიც გაიმართა ევროსაბჭოს შენობაში, ესწრებოდნენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვათა შორის ამ პროცესს ამჯერადაც არ დასწრებია არავინ ქართული ოცნებიდან. ეს მათი გადაწყვეტილება და მათი არჩევანია. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია ოპოზიცია კმაყოფილია ამ გზავნილებით, რაც სხდომათა დარბაზში გახმოვანდა, რადგან ოპოზიციისთვისაც არის მნიშვნელოვანი, რომ წნეხი გაიზარდოს ქართულ ოცნებაზე და ნაცვლად განცხადებებისა, ასევე ჩვენ ვნახოთ ევროპული სახელმწიფოების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რადგან ეს უკეთ წარმოაჩენს დასავლეთის მხარდაჭერას ქართული ხალხის მიმართ, რომელიც ამდენი თვეა უკვე პროტესტს გამოთქვამს ქართული ოცნების პოლიტიკის გამო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში გახმოვანებული გზავნილები არის მნიშვნელოვანი სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის და ერთგვარი სახელმძღვანელო თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ სამომავლოდ და ასევე მნიშვნელოვანი სიგნალია ქართული ოცნებისთვის, ერთგვარი გაფრთხილება, რომ თუ კი ის არ გაითვალისწინებს მომიტინგეების ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნებს და არ დააკმაყოფილებს მათ, ბუნებრივია ამას მოყვება მკაცრი რეაქცია დასავლეთის მხრიდან და გუშინ გაკეთებულმა განცხადებებმა ბუნებრივია მათაც გაუჩინათ მოლოდინი, რომ სანქციები კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და ის შეეხება ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამ პოლიტიკისგან. ევროსაბჭოში ერთხმად აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს რუსული დაპყრობა ქართული ოცნების ხელით. მოვისმინეთ, რომ ევროპამ უნდა გადადგას კიდევ უფრო მეტი, უფრო ქმედითი ნაბიჯები, იმისათვის რომ დაცული იყოს ქართველი ხალხის დემოკრატიული ინტერესები. ჩვენ ყველა ვისაუბრეთ იმაზე, რომ პოლიტპატრიოტები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და მე პირადად გავმართე არაერთი შეხვედრა, სადაც განსაკუთრებულად ვისაუბრებ მამუკ ახალზაძის, ბადრი ჯაფარიძის და ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე. რუსული ოცნება რჩება საერთაშორისო იზოლაციაში და ეს არის მათ შორის ქართული დემოკრატიული ძალების მუშაობის შედეგი და რაც მთავარია ქართველი ხალხის პროტესტის შედეგი. მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობოდ გათავისუფლება, ეს იყო ამ დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ეს მოთხოვნები აისახა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ქართული ოცნება გადაიქცა რუსულ ძალად პუტინის გაგრძელებად. ეს საბოლოოდ ფარდა აეხადა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, თუ რას წარმოადგენს ქართული ოცნება, სწორედ იმ პოლიტიკური დევნის გამო, რასაც ქართული ოცნება ბოლო თვეების მანძილზე აწარმოებს. ბელარუსის მაგალითით მათ უნდა ისწავლონ და მათ დაინახეს, რატომ დააგვიანეს ბელარუსიაში და მათ არ აქვთ იმის ფუფუნება იგივე გააკეთონ საქართველოს შემთხვევაში. ქართული ოცნების წარმომადგენლებს ისინი უწოდებენ რუსეთის აგენტებს და კრიმინალებს, ხოლო პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მათ სიტყვებს ციტირებენ სასამართლოებიდან, სასამართლოს დარბაზებიდან, მათ სიტყვებს ციტირებენ და ამბობენ, რომ ეს სიტყვები უნდა გაიგოს მთელმა ევროპამ. ეს არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია და სულისკვეთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა, როგორ უყურებენ ისინი საქართველოს მიმდინარე პროცესს. ივანიშვილის წინააღმდეგ დაანონსებული სანქციები, რომელიც ამ დარბაზში გაისმა, უცებად გახდება რეალობა. ივანიშვილს მოუწევს, რომ პასუხი აგოს თავის ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის. ახლა საინტერესოა როგორ გაგრძელდება პროცესები. მკაფიო სიგნალი გაგზავნილია ქართული ოცნების მიმართ, რომ მის ხელისუფლებას არ აქვს აღიარება, რომ დასავლურ სახელმწიფოებში არ შეცვლილა განწყობები მისი პოლიტიკის მიმართ და იმისთვის, რომ შეიცვალოს, არსებობს პირობები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა ასეთი დებატებისა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი რეზოლუცია დამტკიცდება საქართველოს შესახებ. ამჯერად პოლიტიკური ჯგუფი ALDE აპირებს, რომ ამ ფორმით გამოხატოს მისი პოზიცია ქართული ოცნების პოლიტიკის
პოლიტიკის მიმართ და სავარაუდოდ ამ რეზოლუციაშიც ამოვიკითხავთ მთავარ მოთხოვნებს შორის მნიშვნელოვნად არის ხაზგასმული პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაზე, რადგან ეს ტენდენცია, რასაც ისინი ახლა თბილისში ხედავენ, აგონებთ რუსეთში განვლილ პერიოდს და შესაბამისად უფრო მარტივად აკეთებენ პარალელს რუსეთთან და ეს შეიძლება ითქვას მათთვის დამატებითი არგუმენტია ისაუბრონ ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკაზე და ყველა ვინც დასავლეთში საუბრობს საქართველოზე ელოდება ქართული ოცნების მხრიდან ნაბიჯებს, სხვა შემთხვევაში ისინი ემზადებიან კონკრეტული ნაბიჯების გადასაქმებას.